უკრაინელი მოზარდები ანაკლიაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ბანაკში 100-ზე მეტი მოსწავლე ისვენებს. ბავშვები ჩარტერული რეისით სამეგრელოში ღამით ჩამოიყვანეს. როგორია უკრაინელების პირველი დღე ანაკლიაში, ნახეთ ნუცა ტრაპაიძის და გიორგი ჯიჭონაიას სიუჟეტში. სოფია პივშინა საქართველოში ლუგანსკის ოლქიდან ჩამოვიდა. ამბობს, რომ მძიმე წუთების დავიწყებას ახლა აქ ანაკლიის ბანაკში ცდილობს. იქ იყო ომი, ბევრი ადამიანი დაიღუპა. მე დამჩა ნათესავები, ძალიან ასაკოვანი ბებია და ბაბუა, რომლებიც იქიდან ვერ მოდიან. მიხარია, რომ რამდენიმე დღით მაინც შევძლებ დავივიწყო ის, რაც ხდება ჩემს ოლქში. სოფიასთან ერთად ანაკლიის ბანაკში კიდევ 109 მოზარდი ჩამოვიდა. მათთვის ორკვირიანი პროგრამა უკვე გაწერილია. გასართობი, შემეცნებითი და სპორტული თამაშები. შეჯიბრიდა, რაც ყველაზე მთავარია, გეგმაშია სამეგრელოს გაცნობა. დადიანების სასახლეში გვექნება ექსკურსია, სპეციალურად მათთვის გიდი გვეყოლება, ასევე ექნებათ საშუალება მარტვილში კანიონი მოინახულონ და მაქსიმალურად ლამაზად და კარგად დავათვალიერებენ ჩვენი საქართველო. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ბავშვები საქართველოში ღამით ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ. აქ არის ძალიან ბევრი მოზარდი, რომელსაც მშობელი დაეხმობა, თუნდაც მაიდანზე არიან ლუგანსკიდან, დონეცკიდან, აი სხვადასხვა ხელისწერებიდან და ეს არის უნიკალური შანსი, რომ ჩვენ ბავშვებს უკრაინელ მეგობრებს მიეცემათ საშუალება, რომ მოახდინონ რეაბილიტაცია დაიცვენონ საქართველოში. მოზარდების ანაკლიაში დასვენება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო. მათ მსგავსად ბანაკში სხვა მოსწავლეების ჩამოყვანაც იგეგმება.